შეკერილი საქმეები, რომელიც რეჟიმს სასამართლოში ეშლება, ბრალდებულების პირდაპირ კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის. ამის შესახებ პროცესზე საქმის მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა ილაპარაკა. ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარე ამ დრომდე ვერ ადასტურებს, რომ სახეზე იყო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა და რომ აქციების პერიოდში ბრალდებულები ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. ირკვევა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მობილური ტელეფონები საქმის მთავარ გამომძიებელს არც კი დაუთვალიერებია. შესაბამისად ჯდება კითხვა, რა მტკიცებულებით დგინდება ჯგუფური ძალადობა. გიორგი კუჟინაძე დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ საქმის მთავარი გამომძიებლის ჩვენება და დაკითხვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, როგორც გაირკვა, საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის გამოც ვერ ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ 11 სინდისის პატიმრის საქმე და მათ მიერ თითქოს და ჩადენილი დანაშაული იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, არ მოუღია შინაგან საქმეთა სამინისტროს და არ გამოუთხოვია სატელეკომუნიკაციო ანძების ჩანაწერი და სატელეფონო საუბრები, მაგალითად, ჰქონდა თუ არა ბრალდებულებთან ორგანიზატორებთან რაიმე სახის კომუნიკაცია და შემხებლობა. მოწმენ პირდაპირ განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები მათ არ ჩაუტარებიათ, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ მომხდარა ტელეფონების, ანუ ბრალდებულების ტელეფონების დათვალიერება და ექსპერტიზაზე გადაგზავნილია ამ დრომდე ეს ტელეფონები, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არის უცნობი. მაგალითად, თითქმის ყველა ადვოკატს ჰქონდა კითხვა მოწმესთან იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეფონის დათვალიერების დროს ბრალდებულები თუ კონტაქტობდნენ ერთმანეთთან, ან ამ ტელეფონების დათვალიერებისას თუ კონტაქტობდნენ ბრალდებულები ორგანიზატორებთან და ხელმძღვანელებთან. რაზეც მოწმე პოლიციელი პასუხობს, რომ ასეთი ინფორმაცია მათ არ მიუღიათ და არ მოუპოვებიათ. გარდა ამისა, მოწმემ სასამართლო პროცესზე პირდაპირ განაცხადა, რომ ამ დრომდე დაუდგენელია ამ დანაშაულის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი პირები. შესაბამისად, ლეგიტიმური კითხვა უჩნდებოდათ ადვოკატებს, მაშინ რითი მტკიცდება, რომ მაგალითად ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე ან სხვა ბრალდებულები ჯგუფურად მოქმედებდნენ და იღებდნენ კონკრეტული ორგანიზატორისგან დავალებებს, რომ განეხორციელებინათ აქციების მიმდინარეობისას სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებები, რაზეც უბრალოდ ვერ პასუხობდა მოწმე პოლიციელი, რომელიც არის ამ საქმის მთავარი გამომძიებელი. ასევე მას კითხეს ადვოკატებმა, როდესაც ბრალდებულები მიუთითებდნენ ძალადობაზე პოლიციელების მხრიდან, რა რეაგირება მოახდინა, ან ის კადრები, რომელიც გამოითხოვა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისგან ამ გამომძიებელმა, როდესაც ისმის იქ პოლიციელების გინება და შეურაცხყოფები მოქალაქეების და აქციის მონაწილეების მხრიდან, იყო თუ არა ეს პოლიციის ინტერესის საგანი, რაზეც უპასუხა მოწმემ, რომ ის ვერ შეაფასებს და ვერ ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც მისი კომპეტენცია არ არის და აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სხვა უწყებებს უნდა მოეხდინათ რეაგირება, თუმცა აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ არც ერთ სხვა უწყებას პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენიათ. ტერიშვილის მობილური ხომ ამოღებულია? დიახ. ოქმით ირკვევა, რომ კოდიც მოგცათ, ეს ტელეფონი ექსპერტიზაზე გააგზავნეთ. იქამდე სანამ გააგზავნეთ, რადგან თქვით ორგანიზება ტელეფონებით უნდა დადასტურდესო, თქვენ არ დაათვალიერეთ ტელეფონი, ხო ასეა? დიახ. თქვენ არ ჩაატარეთ და არ გამოითხოვეთ სატელეფონო ანძების ამონაწერი ტერიშვილის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების? არა. შესაბამისად, თქვენ არ იცით, იცნობს თუ არა ტერიშვილის სავარაუდო ორგანიზატორებს და იცნობს თუ არა მათ? დიახ. თქვენ არ გამოგითხოვებიათ ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვებთან კონტაქტი? სხვა ბევრი მტკიცებულებით დასტურდება. რომელიმესთან სხვა ბრალდებულებთან გიორგი ტერიშვილს სატელეფონო ზარი რომ აქვს, ანძების გამოთხოვა, რაც ამას დაამტკიცებდა, საქმეში ხომ არ გაქვთ წარმოდგენილი? არა, არ მაქვს. ბრალდების მხარემ აგიგრძალათ, რომ გაგერკვიათ და გამოგეთხოვათ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულების კავშირს დაადასტურებდა? აკრძალვით არავის აუგრძალავს. თქვენთვის ხომ ცნობილია, რომ ერთი არსებობს მობილური ტელეფონის დათვალიერება და ინფორმაციის გამოთხოვა? გაგცეთ პასუხი, რატომ არ დავათვალიერე?
მივიღე პასუხი, რომ არ დაათვალიერეთ. მისაღებია ეს პასუხი. გიორგი ტერიშვილს აქვს თუ არა სოციალური ქსელი და ყავს თუ არა რომელიმე ბრალდებული მეგობრებში. გიორგი მაჭარაშვილმა დაათვალიერა, როგორც მახსოვს. რომელიმე ბრალდებული სოციალური ქსელი დაათვალიერეთ თუ არა. მე არა. შესაბამისად თქვენთვის ცნობილი არ არის ტერიშვილს მეგობრებში ყავს თუ არა ჯგუფის წევრი თუ ორგანიზატორი, ხო ასეა? კონკრეტულ საქმეში ორგანიზატორი დადგენილი არ არის, შესაძლოა ყავდეს. რომელიც დადგენილი გყავთ, ყავს თუ არა რომელიმე და დალაიქებული თუ აქვს რომელიმე სტატუსი. არ მახსოვს რა წერია დათვალიერებაში. საერთოდ არა ამ საქმეში დათვალიერება. რა ფორმით კონტაქტობდნენ? კონკრეტული კონტაქტის ხაზი არ არის დადასტურებული, მაგრამ შეიძლებოდა ორგანიზატორის მოწოდებებს ექონია გავლენა მათზე. გიორგი ტერიშვილი აქციის მიმდინარეობისას მობილურში რომ იყურებოდა, ან ვინმეს ესაუბრებოდეს, დასტურდება? არ ვიცი, შეიძლება არის. ვიდეო შეგიძლიათ გამოიკვლიოთ. გაქვთ თუ არა რამე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან? ეს შეიძლება დადგინდეს ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით. ვალერი თეთრაშვილის პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან ამ ეტაპზე დადგენილი არაა. ამ კითხვას ყველა დასვამს და ერთიანად რომ უპასუხოთ. არის ვიდეოები, სადაც რამოდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს. ბრალდებული თეთრაშვილი აქ მყოფებიდან ვინმესთან ერთად ჩანს? არა. ვისთან ერთადაა ონისე ვიდეოში? რამდენიმე ჩანს, ანდრო ჭიჭინაძე ჩანს. არა, მაგას არ გეკითხებით, ვინმე ახლავს, ვინმესთან კონტაქტი აქვს? ვერ ვიტყვით ესაუბრება თუ არა ვინმეს, ვერ ვხედავ. შეიძლება ესაუბრება და არ ჩანს. ვინმე მიმართულება ხომ არ მისცა? არა, ხომ არ არის თქვენთვის აღქმადი რა როლი უნდა ჰქონდეს ადგილზე? ორგანიზატორი იყო თუ მონაწილე, ამას მეკითხებით? ნებისმიერი. გამომძიებელს შეფასებას თხოვენ. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ისმენდით სინდისის 11 პატიმრის საქმის მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას და იმ ფრაგმენტებს, რომელიც სასამართლოს ხდომათა დარბაზში ვითარდებოდა. ფაქტობრივად არსენ ხუნაშვილმა მთლიანად ჩამოშალა პროკურატურის ბრალდება და მტკიცება, რომ სინდისის 11 პატიმარი ჯგუფურ ძალადობაში და ჯგუფურად ორგანიზებულ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, რადგანაც ადვოკატების მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე და ამ კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას არ ყავს დადგენილი ამ დანაშაულის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, ასევე არ არის დადგენილი და ვერ დგინდება მაგალითად ბრალდებულებისა და ხელმძღვანელი ანუ ორგანიზატორების კომუნიკაცია ერთმანეთთან. შესაბამისად გამოდის, რომ ახლა სინდისის 11 პატიმარს ედავებიან იმ დანაშაულში მონაწილეობას, რომლის ვერც ორგანიზატორებს და ვერც ხელმძღვანელებს ვერ ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა.